მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ დღეს ჩვენი სტუმარია ფილოსოფოსი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი სამოქალაქო აქტივისტი დავით კახაბერი რომელთან ერთადაც ქრისტიანობასა და ჰომოსექსუალობაზე ვისაუბრებთ დავით მოგესალმები დიდი მადლობა სტუმრობისთვის დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან მოხვედი პირველ რიგში გილოცავთ iPhone-ის მაღაზია ნაკურთხია და სასიამოვნო ნიუსის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ იმ თემაზე, რომელზე საუბარსაც ვაპირებთ. ჩემი აზრით პრობლემა მდგომარეობს შემდეგში, როცა ვეხებით ქრისტიანობისა და ჰომოსექსუალობის საკითხს. ერთი მხრივ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ირწმუნება, რომ ეს არის დოქტრინალური, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომელიც მას აქვს, ხო, აგრესიული პოზიცია LGBT მოქალაქეების მიმართ და LGBT უფლებების მიმართ. მეორე მხრივ ჩვენ ამ დოქტრინაში შეგვიძლია დავინახოთ მაგალითად თქვათ აბორტის საკითხი, ხო, როცა ეკლესიის აზრით ქვეყანაში 10,000-ობით ბავშვს კლავენ. ხო, ანუ ერთი მხრივ გვაქვს რაღაცა ორი ცოდვა, ხო, მათი პერსპექტივიდან. ერთი ცოდვა არის საქმე ეხება რაღაც ჰომოსექსუალობას, აქტს და მეორე მხრივ არის მკვლელობა დაკანონებული, რომელიც ჩვენ საავადმყოფოებში ძალიან ხშირია და იზრდება ეს რაოდენობა, უნდა ითქვას, ხო? ამ მკვლელობასთან მიმართებით ეკლესიის მიერ ორგანიზებული დიდი აქციები ჩვენ არ გვინახავს, ხო? აქა-იქ თუ ახსენებენ ხოლმე სადმე, მაგალითად ეპისტოლეში, ხოლო თქვა 17 მაისს ჩვენ ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მაგრამ ეს საკითხი რომ ცოტა გვერდზე გადავდოთ, მე ვფიქრობ, რომ რაღაც კატეგორიები უნდა განსაზღვროთ პირველ რიგში. და ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე ამ საკითხზე, მაგრამ არ არის ფუნდამენტურად გარკვეული რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ჰომოსექსუალობაზე. ამიტომ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ მედიას, სხვა რაღაცები ახარებს ხოლმე და ართობს, მოდი განსაზღვროთ პირველ რიგში რა არის ჰომოსექსუალობა, რას მიიჩნევს, ასე ვთქვათ, ჰომოსექსუალობად მეცნიერები. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ერთადერთი რაზეც შენს ასე ვთქვათ კომენტარივით გავაკეთებდი აბორტსა და ჰომოსექსუალობას შორის ურთიერთმემართებაზე მან ცოტა რთული იქნება ჩემთვის საუბარი, იმიტომ რომ ჩემი და შენი პოზიციები როგორც წესი აბორტის პოლიტიკაზე არ მოდის თანხმდროში. თუმცა ამ შემთხვევაში ეკლესიის ხედვა გვაინტერესებს ჩვენ. რაც შეეხება ჰომოსექსუალობის თემას, ასე ვთქვათ, მეცნიერება, რა, პრინციპში გენდერის კვლევები, რა თქმა უნდა არსებობს გენდერის კვლევებში გარკვეული კატეგორიები, არსებობს გარკვეული თეორიები, რომელიც მოიაზრებს, ასე ვთქვათ, სექსუალური იდენტობების მრავალფეროვნებას. სწორედ ამით ჩვენ დღეს ვახდენთ, ასე ვთქვათ, როგორც თეორიულ მეცნიერებებში, გნებავ სოციალურში, გნებავ სხვაში, ასევე პრაქტიკულ სამუშაოში, ასე ვთქვათ, გენდერული იდენტობების კლასიფიკაციას, ხო? მაგალითისთვის ტერმინი ჰომოსექსუალი თავის-თავში მოიაზრებს მამაკაცს, რომელიც თავის იდენტიფიცირებას ახდენს როგორც გეი და ამავდროულად მოიაზრებს მამაკაცს, რომელიც თავის იდენტიფიცირებას შეიძლება ახდენდეს როგორც ასე ვთქვათ ქვიარი მაგალითისთვის, მაგრამ მას ჰქონდეს ჰომოსექსუალური ქცევაც. ამიტომ ეს იდენტობები არის ქვიარი რას გულისხმობს მაყურებელს? მივალ აქამდე აუცილებლად ეს ტერმინები სინამდვილეში ძალიან ასე ვთქვათ მიბმული არის იმ დროესა და სივრცეზე, როცა LGBT მოძრაობის წარმომადგენლებს დასავლურ ცივილიზაციაში უწევდათ პოლიტიკური ბრძოლა. მაგალითისთვის თუ ავიღებთ ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც პრინციპში ძალიან დიდი მოძრაობა იყო LGBT უფლებებისათვის, განსაკუთრებით 80-იან წლებში, როცა ამას დაემატა შიცის კრიზისი, აი ამ პერიოდის პირდაპირ პროდუქტი არის ტერმინი გეი მაგალითად. თუმცა დღესდღეობით, როდესაც როგორც გენდერის კვლევების სპეციალისტები, ასევე LGBT აქტივისტები მივიდნენ იქამდე, რომ ტერმინი გეი სინამდვილეში არ აღწერს ყველა იმ მამაკაცს, ვისაც სექსუალური კავშირი შეიძლება ჰქონდეს სხვა მამაკაცთან, ან ტერმინი ლესბოსელი ყველა იმ ქალს, ვისაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს სხვა ქალთან, მათ გადაწყვიტეს, რომ შემოეტანათ ტერმინი ქვიარი, რომელიც სინამდვილეში პირველად გაჩნდა როგორც შეურაცხყოფელი ტერმინი ამერიკულ საზოგადოებაში და დღესდღეობით ის უკვე სამეცნიერო ტერმინია.
და ქვიარმა პრაქტიკულად ცადა რომ გაეკეთებინა ის რაც დასავლურ ფილოსოფიაში, კონტინენტურ ფილოსოფიაში გააკეთა მაგალითად დეკონსტრუქციის და პოსტსტრუქტურალიზმის თეორიამ. ქვიარი ცდილობს უпростоრად რომ გააუქმოს, ასე ვთქვათ, აი ეს იდენტობები და აი ეს რაღაცა კლასიფიკაციები, რომლებიც ყველას აკრავს რაიმე სახის იარლიხს და ის პრაქტიკულად ცდილობს რომ ჩვენ ადამიანები გაგვანთავისუფლოს, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა იარლიყებისგან, რომელსაც ჩვენ გვაკრავს კულტურა ან საზოგადოება. ეს მცდელობები გასაგებია უბრალოდ, როდესაც ვთქვათ, საუბრობენ ხოლმე ჰომოსექსუალობაზე და ეს ტერმინები ჯერჯერობით არ გაქრება, იმიტომ რომ არსებობს ოპოზიცია, რომელიც ამ კატეგორიზებას ახდენს და სწორედ ოპოზიციასთან მიმართებით შეიძლება განისაზღვროს ხოლმე ძალიან ხშირად რაღაცები, ხო? როდესაც საუბრობენ ჰომოსექსუალობაზე, საუბრობენ სექსზე, აქტზე. ანუ ისინი არ მოიაზრებენ რაღაც უფრო მეც, ხო, ადამიანის, რომელიც ადამიანის შიგნით ხდება, ხო? ეს არის უბრალოდ არჩევანი და სექსი და არაფერი მეტი. ეთანხმები თუ არა აი ამ განსაზღვრებას, რას უპასუხებდი ამ ოპოზიციას, ხო? ასია მოაზრებული საზოგადოებაში. კი, სწორედ ამიტომ ჩვენ სოციალურ მეცნიერებებში ერთმანეთის გამო მიჯნავთ მაგალითად სექსუალურ ორიენტაციას და სექსუალურ ქცევას. რა განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ მაგალითად შეიძლება ადამიანს, რომელსაც მამაკაც, რომელსაც ყავს ცოლი და შვილები და რაც საქართველოში სამწუხაროდ გვაქვს სამწუხაროდ ვამბობ, იმიტომ რომ ამას თავისი, ასე ვთქვათ, ცუდი შედეგები მოყვება როგორც წესი. სამწუხაროდ საქართველოში გვაქვს ჩვენ სახეზე, რომ ძალიან ბევრი მამაკაცი, რომელსაც ყავს ცოლი, შვილები, ის ამბობს, რომ არის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს როგორც ჰეტეროსექსუალი. მიუხედავად ამისა, ის კავდება სქესობრივი კავშირებით სხვა მამაკაცებთან. ამას სოციალურ მეცნიერებებში და გენდერის თეორიაში ჩვენ ვეძახით MSM ქცევას, რაც მოდის ინგლისური ტერმინიდან men having sex with other men, ანუ მამაკაცები, რომელსაც სექსი აქვს სხვა მამაკაცებთან და როგორც წესი ეს არის პოპულაციის ის ნაწილი, რომელთანაც ყველაზე რთულია მუშაობა. ისინი ხშირ შემთხვევაში, არა ყველა შემთხვევაში ბუნებრივია, წარმოადგენენ ხოლმე როგორც წესი სწორედ იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან ჰომოფობური დამოკიდებულებით, სხვა, ასე ვთქვათ, დაკამინგაუთებულ ღიად ჰომოსექსუალ მამაკაცების და ქალების მიმართ და როგორც წესი ისინი ქმნიან ხოლმე საკმაოდ ეს აგრესიულ რაღაცა პოლიტიკურ ამინდს სახელმწიფო დონეზეც კი. სწორედ ამიტომ მაგალითისთვის ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე მე რომ ამის საუკეთესო აღწერა გვხდება მაგალითად ერთ-ერთ ფრანგ ფსიქიატრთან, რომელიც ამბობს, რომ ფსიქოანალიზი მოიგონეს ჰომოსექსუალი ბიზნესმენი მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ უნდათ რომ მათ შესახებ გაიგონ, რომ ისინი არიან ჰომოსექსუალები. რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, სექსუალური ორიენტაცია ეს არის ასე ვთქვათ განსაზღვრება იმისა, თუ ადამიანს რომელი ბიოლოგიური სქესის მიმართ აქვს ტოლვა. შესაბამისად, თუ ამბობთ, რომ მამაკაცი არის ჰომოსექსუალი, მას აქვს მამაკაცის მიმართ ტოლვა, თუ ქალი არის ჰომოსექსუალი, ქალის მიმართ, თუ ადამიანი არის ბისექსუალი, ის მას რა თქმა უნდა ტოლვა აქვს ორივე სქესის მიმართ. ეს ტოლვა არის მხოლოდ სექსუალური შინაარსის თუ გულისხმობს? არა, ბუნებრივია ეს არ გულისხმობს მხოლოდ სექსუალურ შინაარსს. აქ რა თქმა უნდა არის ასე ვთქვათ გემოვნების საკითხიც, იმიტომ რომ ვიღაცასაც მაგალითად ფსიქოანალიზი და ფროიდი უყვარს იტყვის, რომ რა თქმა უნდა მეტწილად ეს ლიბიდოზე და სექსუალურ ენერგიაზე. მაგრამ ამავე სიტყვის ჰეტეროსექსუალსაც. კი, რა თქმა უნდა, ამავე სიტყვის ყველაზე აბსოლუტურად არ აქვს ორიენტაციას მნიშვნელობა, მაგრამ ვიღაცისთვის, ვისთვისაც სხვა თეორია უფრო ასე ვთქვათ ჯდება მის გემოვნებაში, ის იტყვის, რომ სულაც არა. ჩემი სუბიექტური აზრი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ორიენტაცია სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სექსუალურ ტოლვაზე. მეტიც უფრო მეტად ჩემი აზრით მეტი წილი მოდის პიროვნულ ტოლვაზე. სწორედ ამიტომ ჩემთვის მაგალითად ნიშანდობლივია ხოლმე ნეტარი ავგუსტინეს ტექსტებს როცა ვკითხულობ და ვხედავ როგორი მიზიდულობა ჰქონდა მას ასე ვთქვათ თავისი ბავშვობის მეგობრების მიმართ, იმიტომ რომ ეს ცალსახად ფსიქიკური მოვლენაა და არა მაინც და მაინც რაღაცა ესეთი ფიზიკური ლიბიდოზე დამოკიდებული. პაციენტი, რომელიც იმყოფება ღრმა ისტორიაში, ალბათ ეს ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, ხო? ხო, ბუნებრივია, რა თქმა უნდა. მოდი გადავიდეთ აი ავგუსტინე ახსენე და ქრისტიანობისა და ჰომოსექსუალობის ურთიერთდამოკიდებულებაზე. როგორ იცვლებოდა ეს პერსპექტივები წლების განმავლობაში? საუკუნეების უკაცრავ.
ხო, მე ამ შემთხვევაში ქრისტიანობას უყურებ როგორც ჩემთვის ძალიან საინტერესო მოვლენას, იმიტომ რომ გვინდა თუ არ გვინდა ჩვენი კაცობრიობის ისტორიაში პრაქტიკულად ყველაზე დიდი ადგილი უკავია ამ რელიგიას და ყველაზე დიდი გავლენა მან მოახდინა სწორედ დასავლური ცივილიზაციის ჩამოყალიბებას და ახდენს დღემდე. თუმცა აქვე ვიტყვი რომ ჩემი აზრით ქრისტიანობა მიეკუთვნება იმ რელიგიებს, რომლებსაც აქვს საკმაოდ მარტივი მითოლოგიური სტრუქტურა, რომელიც თავის თავში არ გულისხმობს მაგალითად უკაცრავად. თავის თავში არ გულისხმობს მაგალითად რაღაცა შუალედური პერსონაჟების არსებობას. ქრისტიანული მითოლოგია ყოველთვის იწყება კეთილის და ბოროტის დაპირისპირებით და მთავრდება კეთილის გამარჯვებით. შესაბამისად, ამ მითოლოგიიდან გამომდინარე, მე მგონია და ჩემი სუბიექტური მოსაზრება ბუნებრივია, მე მგონია, რომ ქრისტიანული ეკლესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პავლეს შემდეგ ხდება მისი ასე ვთქვათ ინსტიტუციონალიზება, ის ყოველთვის ეძებს მტერს, იმიტომ რომ მას ჭირდება ეს საკუთარი ლეგიტიმურობისთვის. ეს მტრები ჩვენ ხედავთ როგორ იცვლებიან წლების მანძილზე, საუკუნეების მანძილზე, თუ მაგალითად გიომ დე მაშოს ნაწერებს თუ გადავხედავთ და ვნახავთ ებრაელებს როგორ ერჩოდნენ თავიდან, მანამდე წარმართები, საუკუნეების მანძილზე ქალები, პრინციპში საუკუნეების მანძილზე კი არა დაწყებული თავიდან დღემდე მოყოლებული. მათ შორის ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ როგორც კივე დადგა დღის წესრიგში ჰომოსექსუალობა, როგორც პოლიტიკური საკითხი, ჰომოსექსუალი ადამიანებიც გამხდარიყვნენ სწორედ ასეთი დარტყმის მსხვერპლი. თუმცა შენ როცა აი თავიდან დაიწყე გადაცემა და აბორტი ახსენე იქ და კაცის კვლავ და ასე შემდეგ, დღეს მე რასაც ვუყურებ განსაკუთრებით საქართველოში და ეს არ არის ახალი, იმიტომ რომ ამერიკაშიც იყო მსგავსი პრაქტიკა და ევროპაშიც, ჰომოსექსუალობის დასახვა როგორც მომაკვდინებელი ცოდვა, ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი სისულელე, რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ მაგალითისთვის თუ ავიღებთ არ ვიცი, გინდ ძველი აღთქმა ავიღოთ, გინდ ახალი, სადაც ნახსენები არის ჰომოსექსუალობა, ის სულაც არ არის ნახსენები მომაკვდინებელ ცოდვათა გვერდით და ის პრინციპში ძალიან დიდი დავისაგანი, იმიტომ რომ მაგალითისთვის პავლე მოციქულთან კორინთელთა ეპისტოლეს გულისხმობ, პავლე ქმნის თავის ნეოლოგიზმს ამბობს ესეთ ბერძნულ სიტყვას არსენოკოიტაი, რომელიც ნიშნავს ქართულად კაცმაცუნას, იმ თვალსაზრისით, რომ არსენოს არის კაცი და პავლე ამისგან ქმნის კნინობით ფორმას. ასევე როცა საუბარი არის ჰომოსექსუალ მამაკაცებზე, ყოველთვის საუბარია მამაკაცებზე, რომლებიც ქალის წესით წვევიან სხვა მამაკაცებთან. ეს ამ შემთხვევაში შეიძლება აზრის რადიკალიზებას ვახდენდე, თუმცა ჩემთვის არის ნიშანდობლივი. მგონია, რომ გაცილებით უფრო არის განპირობებული იმ მიზოგინიითა და ქალთა მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც პრინციპში პავლემდეც არსებობდა, როგორც ებრაულ ტრადიციაში, ასევე ევროპულში და პავლეს შემდეგ გააგრძელა ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობა. სწორედ ამით არის ჩემი აზრით ისიც განპირობებული, რომ მაგალითად ქრისტიანულ ეკლესიაში გაცილებით უფრო მისაღები არიან მამაკაცები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცებთან, მაგრამ მათ ეს გარეგნულად არ ეტყობოდეთ, ვიდრე მამაკაცები, ვინც არიან ფემინურები და ასე ვთქვათ, მათ აქვთ რაღაც სახის ეს ბრჭყალებში შემზარავობის ნიშნები. ხო, ეს ძალიან ცნობილი და გავრცელებული შეხედულებაა, ხო, იმ ადამიანებისთვის, ვინც აი ამ ჰომოსექსუალობის განსაზღვრების ძველ, ასე ვთქვათ, მოდელს იყენებენ, ხო? სწორედ ამაზე მსურს საუბარი. შეეძლო თუ არა პავლეს, ავიღოთ ქრისტიანი, ხო, რომელიც კითხულობს პავლეს, რომელიც წერს, რომ რაღაც არ კრძალავს ამ აქტს. ძალიან მარტივად რა ვთქვათ. პავლეს შეეძლო ესაუბრა იმგვარ ჰომოსექსუალებზე, როგორც ჩვენის გვესმის, ორიენტაციაზე, ხო? სურვილზე, ანუ მამაკაცის არჩევანზე კი არა, არამედ მის ლტოლვაზე, ხო? როგორც კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო ამბობს, ღრმად გამჯდარ მიდრეკილებაზე. ხო, არა, მე მგონია, რომ არც შეეძლო და არც საუბრობს პრინციპში, იმიტომ რომ პავლე ჰომოსექსუალობას როცა ლაპარაკობს ამ თავის იგივე ეპისტოლეებში, ის ლაპარაკობს როგორც აქტზე, სექსუალურ აქტზე, რომელიც არის წმინდა და ეს პრაქტიკის და ტექნიკის საგანი. იქ არ არის ლაპარაკი მამაკაცებს შორის სიყვარულზე, მაგალითად, იქ არ არის პრინციპში არც მიგვირს ეს, იმიტომ რომ ამ გადმოსახედიდან შენ წაღან
ავგუსტინეც გააკეთე შენიშვნა პრინციპს ძალიან რთულია ილაპარაკოს საუკუნეების წინ რა და როგორ უტრიალებდა თავში ადამიანებს, მაგრამ ამ გადასახედიდან როცა უყურებთ ჩვენ ძალიან ბევრი წმინდა მამის ცხოვრებას მაგალითად, ძალიან ბევრ ჰაგიოგრაფიულ ჩანაწერს, არა მხოლოდ ქრისტიანობაში, მაგალითად ავიღოთ იგივე რუმის ისტორიები, ხო? ან სხვა, ასე ვთქვათ, აღმოსავლურ ტრადიციაში მოღვაწე პირების ისტორიებს როცა ვაკვირდებით, ძალიან ბევრგან სასახად ჩანს მამაკაცებს შორის აი ეს რაღაცა პლატონური სიყვარული, იგივე შეიძლება ვთქვათ მაგალითად ბეგინ ქალებზე, რომლებიც მოღვაწეობდნენ შუა საუკუნეების ევროპაში, ქრისტიანულ ტრადიციაში, და ასე შემდეგ. ამიტომ პავლეზე როცა ვლაპარაკობთ, პავლესთან ჩვენ და არა მხოლოდ პავლესთან ძველ აღთქმაშიც, ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ტექნიკურ დეტალებზე, რომ უბრალოდ არ შეიძლება რომ მამაკაცი ქალური წესით დაწვეს სხვა მამაკაცთან. ამიტომ აქ ჩემი აზრით იმაზე ლაპარაკი, რომ პავლე რამდენად იაზრებდა, რას გულისხმობდა ამაში და აქ მოიაზრება თუ რა ვთქვათ, განსხვავება ორიენტაციასა და ქცევას შორის და ასე შემდეგ, მგონია რომ მოადგილოა. მით უმეტეს, როდესაც ვთქვათ, ძველ აღთქმას თუ ეხებით, იქ ხდება ისეთი ადგილები, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოიყენებ, ხო? მაგალითად, მითითება როგორ შეიძლება გაყიდო შენი ქალიშვილი და ასე შემდეგ, ხო? ანუ თუ ამ მუხლს იღებ, იმ მუხლს რატომ აღარ იღებ, ხო? იცვლებოდა. კიდევ ერთი თემა, ხო, რომელიც ეკლესიას აქვს ჰომოსექსუალობის მიმართ, ის მას უწოდებს ავადმყოფობას, ხო? რას მოიაზრებენ სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა იერარქია ამ სიტყვაში, სხვადასხვა შინაარსებს ხოლმე, ხო? ავადმყოფობა ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ როგორც ასე ვთქვით, ფიზიკური სნეულება, რომელიც რაღაც დამზერვადი რეალობაა და მეორე არის სულიერი ავადმყოფობა, მაგრამ უფრო მეტი, რასაც გულისხმობენ ხოლმე, ხო? ეს არის ფიზიკური, ისინი იმოწმებენ რაღაც მართლმადიდებელ ფსიქიატრებს, ან კათოლიკე ფსიქიატრებს, რომლებიც ამბობენ, რომ არა, ეს არის არჩევანი და ეს არის ავადმყოფობა და ჩვენ შეგვიძლია გავმკურნოთ ის ან რაღაც მედიკამენტოზური ჩარევით, ან სპეციალური რაღაც სულიერი პრაქტიკით. კი, ეს არის ძალიან ფართო თემა და სხვა შორის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთ-ერთ ამერიკელ არც რამდენ შეიძლება ვთქვათ, რომ ფილოსოფს უფრო ესეისტი და პუბლიცისტი ალბათ სუზან ზონტაგზია საუბარი. ჰქონდა ერთ ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ოღონდ შიცის თემასთან მიმართებაში. რომ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ავადმყოფობასთან ბრძოლას და ჩვენ გვაქვს მაგალითად შიც და ტუბერკულოზზე იყო ლაპარაკი, ჩვენ გამოვდივართ ეს ტერმინებით, როგორც არის უნდა ვებრძოლოთ ცოდვას, უნდა ვებრძოლოთ დაავადებას, უნდა მოვახდინოთ მაგალითად რომელიმე დაავადების პრევენცია და ასე შემდეგ, როგორც წესი მსგავსი პოლიტიკა საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ადამიანები იწყებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას და მათ დისკრიმინაციას, ვინც მათი აზრით არიან დაავადებულები. ამიტომ საბოლოო ჯამში ცოდვასთან ბრძოლა, როგორც წესი მთავრდება იმით, რომ ებრძვიან იმ ხალხს, ვინც გონიათ ცოდვილები. დაახლოებით იგივე ხდება დღეს საქართველოშიც პრინციპში, იმიტომ რომ და ამის მაგალითი იყო 17 მაისი, რომელიც შენ ახსენე უკვე, სადაც 30 კაცს მისდევდა, არ ვიცი, მთელი ამალა მოსაკლავად, იქ არ ჩანდა ჩემი აზრით, რომ ცოდვას ებრძოდნენ, მე მგონი უფრო კონკრეტული ადამიანის მიმართ მიზანმიმართულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ამიტომ მსგავსი პრაქტიკა ჰომოსექსუალობის ისტორიაში არის ცნობილი. როდესაც მოხდა მისი მედიკალიზება, განსაკუთრებით ლაპარაკი არის მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითთვის ათასობით ჰომოსექსუალი მამაკაცი და ქალი მოხდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც ისინი იყვნენ ლობოტომიისა და სხვა 1000 ბარბაროსული აქტის მსხვერპლი და საბოლოო ჯამში ამ ცდების შედეგად მივედით იქამდე, რომ ჩვენ კაცობრიობას გვაქვს საერთოდ ეს თვისება, როცა საუკუნეების მანძილზე რაღაც საშინელებას ჩავდივართ, ბოლოს ხვდებით, რომ ეს იმდენად საშინელი აქტია, რომ რაღაც უნდა გამოვისყიდოთ. და დღეს ვართ იმ, ასე ვთქვათ, ეტაპზე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ჰომოსექსუალობის მედიკალიზება უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ის არ არის დაავადება. აქ დგება ძალიან მარტივი რიტორიკული კითხვა, რომ თუ ადამიანებს გვჯერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მასში, როცა ის ამბობს, რომ ასპირინი არის უსაფრთხო, ან მაგალითისთვის, რომ რაღაცა რომელიმე დაავადებას უნდა უმკურნალოთ კონკრეტული გაიდლაინით, რატომ არ გვჯერა მასში, როდესაც ის და ვთქვათ ფსიქიატრთა ასოციაცია ასევე ჰომოსექსუალობაზე ამბობს, რომ ის არ არის ავადმყოფობა.
ქრისტიანული ეკლესია, განსაკუთრებით რუსული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები დარწმუნებული ვარ, რომ კიდე დიდხანს იპოვიან მეცნიერებს, ბრჭყალებში გულისხმობ მეცნიერებს, რომლებიც ჰომოსექსუალობაზე ილაპარაკებენ როგორც ვირუსზეც კი, ალბათ რომელიც ადამიანებს გადაედებათ ერთმანეთსკენ, იმიტომ რომ ეს ცნობილი თეორია, რომ ჰომოსექსუალები ხდებიან, თუმცა არასდროს ალბათ ამ ხალხს თავის არ დაუსვამთ კითხვა, რომ რა კონდიციაში უნდა მოხვდნენ ისინი, რომ თვითონ გახდნენ ჰომოსექსუალები. შესაბამისად, ეს არ არის გასაკვირი. მთავარი არის ის, რომ ისინი როგორც წესი ბოდიში გაწყვეტინებ, როგორც წესი, აი ამ შიშზე აქცენტირება ხდება ხოლმე, ხო? იმიტომ რომ თუ ის გამოვა ქუჩაში, მას დაინახავს ჩემი შვილი და ჩემი შვილი შესაძლოა დაექვემდებაროს აი ამ ზემოქმედებას, ანუ გახდეს ჰომოსექსუალი და მე ეს არ მინდა და მე ეს მაშინებს. რაც შეიძლება უპასუხო ამ ადამიანს? არსებობს მისთვის შანსი, ანუ რომ მისი შვილი მართლაც მოექცეს ზეგავლენის ქვეშ. მისი შვილი ამის შანსები რო არსებობდეს, მაშინ უკვე ყველა პოტენციურად ვინ შეიძლება იყოს ამისი მსხვერპლი, უკვე იქნებოდა მსხვერპლი, იმიტომ რომ ქუჩაში ვიღაც გამოვათვარ ამას უკვე დღეს საერთოდ აღარ აქვს აზრი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც გახსნილია კომუნიკაციის ყველა წყარო, ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, უკვე არ ვიცი ჩვეულებრივი ინფორმაცია ის, რომ ჰომოსექსუალი ადამიანები არსებობენ. ნუ მართალია 2017 მაისს ვიღაცებმა მაშინ გაიგეს, რომ ქართველი გეები არსებობდნენ. ციტირებ ერთ-ერთ სამღვდელო პირს, რომელმაც თქვა, რომ ქართველი გეიები არ არსებობენო, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ დღესდღეობით, ასე ვთქვათ, ჰომოსექსუალობის არსებობა როგორც ასეთი ვერ დაიმალება, როგორც არ უნდა აკრძალო შენ მაგალითად არ ვიცი, რუსთაველზე 30 წუთიანი დუმარე აქცია, რომელიც არის რომის მიზანი საერთოდ არ არის ის, რომ ვიღაცამ ტიტულმა ირბინოს, ხო, მაგალითისთვის. რაც შეეხება აი ამ თეორიას, რომ ბავშვები შეიძლება გაირყვნან და ასე შემდეგ, ესეც არის აბსოლუტურად სულელური თეორია, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში, სადაც ბავშვები არიან როგორც წესი ძალადობის მსხვერპლი, საკუთარი მშობლების, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საკუთარი მშობლების მხრიდანვე, როცა ისინი მაგალითისთვის 13 ასაკში მიყავთ კომერციულ სექს მუშაკებთან, რომ მათ დაამყარონ სექსუალური კავშირი და თავზე ადგას მეზობლის მამაკაც თუ ბიძა არ ყავს მაგალითისთვის, ხო? ან მაგალითად ბავშვი, რომელიც დაბადების და გაჩენის დღიდან ისმენს ქართულ გინებას, რომელიც ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უხამსი რამეა, რაც ჩემ ყურს მოусმენია, მიუხედავად იმისა, რომ 4 ენას ვფლობ. ან თუნდაც პრაქტიკა, როდესაც სუფრაზე შეყავთ ქართულ მამაკაცებს თავის შვილები და ეუბნებიან, რომ პასპორტი ანახონ სხვა ბიძებს. 1000 მსგავსი ისტორიის მოსმენა შეიძლება. ამ საზოგადოებაში იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცა წელს ზემოთ შიშველმა კაცმა, რომელიც ქუჩაში გაივლის, შეიძლება ბავშვი გარყვნას, ჩემი აზრით არის უბრალოდ სასაცილო და ზოგადად ეს არგუმენტი ჩემი აზრით არ ექვემდებარება არანაირ განხილვას. მივედით ამ თემამდეც, ხო, სამოქალაქო უფლებები და ცოდვა, ხო? ჩვენი კანონი ცოდვის ლეგალიზებას, ასე თუ რასაც ისინი ეძახიან, არ ვიცი ეს რას გულისხმობს, ხო, დაკანონებული ცოდვა. კარგად რომ განმარტოთ, რას გულისხმობს, ანუ თუ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ეს LGBT თემს სურს, ხო? სამართლებრივ სფეროში. რაში შეიძლება შეეშალოს ხელი ეკლესიას? შეიძლება თუ შეილახოს მისი აღმსარებლობის თავისუფლება. ხო, ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეკლესიამ შეიძლება დაკარგოს მაგალითად თუ ავიღებთ ჩვენ ჰომოსექსუალობის ასე ვთქვათ ამ თემის გააქტიურებამდე ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში ჩვენ ვნახავთ რომ მანამდე სხვა ადამიანები იყვნენ მათი სამიზნე მაგალითად იეჰოვას მოწმეები რომლებსაც დასდევდნენ თავებს პარსავდნენ და საშინელებებს უკეთებდნენ ხო 2009 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პრაქტიკულად თვითონ შექმნა ახალი მტერი, როდესაც თვითონ მოიგონა ისტორია, რომ ბათუმში იმართებოდა გეი აღლუმი, გამოვიდა ხალხი ქუჩაში, პატრულს წაართვა მიკროფონი და ყვიროდნენ მამაოჩვენოს. ეს ყველას გვახსოვს. მაშინ არც ერთი ქართული, პრინციპში არც ერთი რამე მგონი ერთი იყო, სულ ერთადერთი ქართული LGBT ორგანიზაცია, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი რამე იდეაშიც კი არ გაუვლია არავის თავში, რომ გეი აღლუმი ჩატარებული იყო და როცა ეს თქვეს, მათ თქვეს, რომ აიო, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოდიან ვიღაცები და ისინი აპირებენ პრაიდის ჩატარებას. პრაქტიკულად
ამის მერე დაიწყო ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჯერ აი ამ რაღაცა მტრის ხატის შექმნა ქართული ეს ძალიან საინტერესო მომენტია სხვათა შორის მე ვცდილობდი მომენახა პირველ წყარო. საიდან გაიგეს? მართლა თვითონ შექმნეს, ეს მოიგონეს რომ ბათუმში ვიღაცები გამოდიან თუ ვიღაცამ ეს ჭორა ვინ იყო ის პირველ წყარო რომელიც პირველმა უთხრა მათ რომ იქ აღლუმი ტარდება და რატომ ქონდა მას ასეთი სანდოობა ძალიან უცნაური შემთხვევაა ეს. იცი რა შლევან მე მგონია რომ სანდოობა დიდათ არ არის აქ საკითხი იმიტომ რომ მაგალითად იგივე კაზანტიპის შემთხვევას თუ გავიხსენებთ ტარდებოდა ჩვეულებრივი რაღაცა არ ვიცი გასართობი ღონისძიება და ზოგმა ამას სატანისტური რიტუალის ინტერპრეტაცია გაუკეთა ზოგმა გეი აღლუმის და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ორივე ეს ინტერპრეტაცია დაიჯერა რეალურად ანუ საქართველოში დღეს სანდო წყაროს ძებნა იმის რომ რაღაც დაიჯეროს ამხელა ინსტიტუციამ როგორც წესი არ არის აუცილებელი. შესაბამისად ჩემი ეს უკვე მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ შეიძლება 2009 წელსაც არსებობდა ვინმე მოქალაქე ტატიშვილი, რომელმაც ეს თქვა და ერთი მოქალაქის ამ ჭორს საბოლოო ჯამში წამოეგო ამდენი ადამიანი და დადგნენ მიკროფონით და დაიწყეს არარსებულ მტერთან ჩხუბი. ამიტომ ყოველთვის მეცნება ხოლმე როცა ამბობენ საქართველოში რომ გეი აღლუმი უნდა ჩატარდეს, გეი აღლუმი თავის თავში გულისხმობს ძალიან დიდ და მასშტაბურ ფესტივალს, რომელიც არის დიდი პოლიტიკური და კულტურული ბრძოლის პროდუქტი. ეს კულტურული რაღაც უნდა იზეიმო. რა თქმა უნდა, რაღაც მიღწევა უნდა გქონდეს. ეს მიღწევა ჩვენ საქართველოში დღეს არ გვაქვს. შესაბამისად, არ არსებობს თემი, რომელიც ამას იზეიმებს საერთოდ. ამიტომ ის თუ ვიღაც გამოვიდა, იგივე 17 მაისს რომც გავიხსენოთ, რომელსაც დღემდე რამდენი წელი გავიდა მას მერე და დღემდე ვერ გადაწყვიტეს გეი აღლუმი ტარდებოდა თუ არა. არ არსებობს ძალიან მარტივი დეფინიცია, რომ 17 მაისს გეი აღლუმი კი არ ტარდებოდა, არამედ უნდა შეკრებილი იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მე მგონი უმრავლესობა ჰეტეროსექსუალი, რომლებსაც უბრალოდ უნდა ეთქვათ, რომ ადამიანებს გვაქვს თანასწორი უფლებები. და ადამიანებს ცემენ. კი, და ადამიანებს ცემენ. სწორედ ამიტომ მივდივართ იმ საკითხთან, რითიც დაიწყე შენი კითხვა, რომ სად გადის ზღვარი ცოდვასა და ასე ვთქვათ მოქალაქეობას შორის. მე დავით კახაბერს, რომელსაც საერთოდ არ მაინტერესებს რა არის ცოდვა და რა არ არის ცოდვა, იმიტომ რომ მე არ ვარ მორწმუნე ადამიანი, მე საერთოდ არც მჯერა ღმერთის არსებობის. ჩემთვის პრიორიტეტი არის რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავის მოვალეობა და მე საქართველოს სახელმწიფოს ვხედავ როგორც სეკულარულ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად, როდესაც ლაპარაკი არის ადამიანის უფლებებზე და ვხედავ რამხელა გავლენა შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერზე ინსტიტუციას, რომელსაც თუნდაც მერე რა რომ მას დიდი როლი შეიძლება ქონდეს ამ ქვეყნის ისტორიაში და ეს კიდევაც საკითხავი და საკვლევია, მაგრამ მაინც მე მიჩნდება ერთადერთი მოთხოვნა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობა იქნება ამ სახელმწიფოს სათავეში, უნდა უზრუნველყოს ჩემი უსაფრთხოება და ჩემი თავისუფლება. მიუხედავად იმისა, მე ვარ რაღაცას მივიჩნევ ცოდვად თუ არ მივიჩნევ ცოდვად. მნიშვნელოვანი რა არის, ხო? ეს ერთია, როდესაც შენ გარედან უყურებ ამ ყველაფერს და გარედან გაქვს ეს მოთხოვნა, მაგრამ შენ შეხება გქონდა და გააქვს ქრისტიანულ ტექსტებთან, ხო? შენ როგორც მკვლევარს, ხო? იმიტომ მე ვერ ვხედავ იქ რაღაც სახარებაში ვერც ერთ ცოდვის, რა ქვია, აკრძალვის მოთხოვნას, ხო? არც ერთი მოციქული არ დარბოდა, რომ მოდი ახლა მრუშობა ავკრძალოთ და მარხვაში შაურმის გაყიდვა, ხო? ხაჭაპურის და ყველიერი და ასე ვთქვათ, ორგანული საკვები გავაქროთ, იმას რა ქვია, ბუნების შვიდეებში. ქართულ ბაზარზე გაჩნდა აჭარული ხაჭაპური სამარხო ყველით. ხო, ეს გაჩნდა კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ აკრძალვას არ მოითხოვენ, ხო? აბორტის აკრძალვა ძალიან უცნაურია, ხო? აბორტის აკრძალვა არ მოუთხოვიათ. მთელი დასავლური საქრისტიანო, რომელიც სხვა მხრივ ძალიან უფრო მეტად ასე ვთქვათ, შეთავსებადია უკვე სეკულარულ სამყაროსთან, მოითხოვს აბორტის კრიმინალიზებას, იმიტომ რომ მის ცნობიერებაში რაღაც არის ცოდვა, კვლელობა და ისინი მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისითაც ასეა, ხო? საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს კრიმინალიზება აბორტის არ მოუთხოვია, ანუ ცოდვა დაკანონებულია, მაგრამ მის წინააღმდეგ არ გამოსულან. აქედან იბადება კითხვა, რატომ ასეთი ყურადღება ჰომოსექსუალობის მიმართ? რატომ ამხელა კონცენტრირება ამ თემას? პირველი არის ის, რომ ჰომოსექსუალები და ზოგადად LGBT თემი არის გაცილებით უფრო მოწყვლადი თემი და გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია ეკლესიას გაუმკლავდეს ამ თემს, ვიდრე მაგალითად
ჩაგრული უმრავლესობა, რომელსაც ვეძახით ქალებს. საქართველოს პატრიარქმა და საპატრიარქომ დაუშვა ერთი შეცდომა, როდესაც ერთ-ერთ ეპისტოლეს შენ გემახსოვრებთ, მე არ მახსოვს ზუსტად აღდგომას იყო თშობას, ძალიან ცუდად, ასე ვთქვათ, შეეხნენ ხელოვნური განაყოფიერების საკითხს. ეს იყო ერთ-ერთი იმ უმცირესთაგანი, როდესაც მრევლის შიგნით გამოიწვია პროტესტი ადამიანებს შორის ამ ასე ვთქვათ განცხადებამ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ საზოგადოებაში იმდენად არის უკვე რაღაცეები ფესვგამდგარი, რომ ან შენ უნდა იყო რომის კათოლიკური ეკლესია, რომელსაც რაღაც მომენტში შეუძლია ფეხებზე დაიკიდოს ბოდიში ჟარგონის მსგავსი რაღაცეები და იბრძოლოს მაგალითად აბორტის წინააღმდეგ, ან შენ უნდა გეშინოდეს უმრავლესობის აჯანყების. სწორედ ამიტომ ხა აბორტთან ბრძოლის აბორტის თემაზე აპელირება და რაღაცა მოთხოვნა რომ მოხდეს აბორტის კრიმინალიზება და ასე შემდეგ. აი, ცოდვას უწოდებენ უბრალოდ სამოქალაქო უფლებებში არ გადავიდნენ ამ მეორე დისკურსში. ეს ეკლესიისთვის ჩემი აზრია, ოღონდ ეს ალბათ იქნება გაცილებით უფრო დიდი თავის ტკივილი. და ალბათ უფრო გაცილებით უფრო ძლიერ ოპოზიცია შეიძენენ ისინი, ვიდრე მაგალითად თუ ისინი დაუპირისპირდებიან LGBT თემს, იტყვიან რომ ეს არის ავადმყოფობა და ცოდვა და ამიტომ ჩვენ უნდა მაქსიმალურად ავლაგმოთ ის და შესაბამისად გაცილებით უფრო ნაკლები ოპონენტი ეყოლებათ მათ და ესეც არის პრინციპში. ანუ მათი მიზანი არა დოქტრინალური, ანუ რა ინსტიტუციას საუბრობთ, საერთოდ გაუგებარია, ხო? იმიტომ რომ თუ დოქტრინალური მიზანი გაქვს, რაღაც ჯერა, რაღაცის გჯერა, რაღაც აღემსარებლობას, ასე ვთქვათ, მისდევ, მაშინ გასაგებია რომ არავით არის სხვა კანონი, არავით არის მეორე ბატონი შენ აღარ უნდა ყავდეს. რომ ჩვენ ვხედავთ რომ ეს ბატონი არის ძალიან პოლიტიკური, ხო? როდესაც შენ ქსენოფობიურ განწყობებზე, რომელიც იქამდეც არსებობდა, ხო, საბჭოთა დროსაც არსებობდა. პედალირებ, მაგრამ მეორე მხრივ გეშინია გააბრაზო საზოგადოების დიდი ჯგუფი, სახელად ქალები, რომლებიც ჩვენ ბრელს შეადგენენ. შემდეგი კითხვა, რაც მინდა დაგისვა, ეს არის ქორწინების სანასწორობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ვინმე გიორგი ტატიშვილმა შეიტანა თუ შეატანინეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ვარაუდობენ ის ადამიანები, რომელთაც მე ვენდობი, რომ არ მიიღებს ამ ყველაფერს LGBT ორგანიზაციებს ამ თემაზე, ასე ვთქვათ, არ უმუშავიათ და არც აპირებდნენ დროის მოცემულ მონაკვეთში მსგავსი სარჩელის განხილვას. საქართველოს საპატრიარქო მოითხოვა მისი უსაფრთხოების დაცვა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თქვა, რომ დაცვა გამოუყავით. ძალიან უცნაურია, რომ LGBT პირების LGBT პირის მიმართ, თუმცა ის არც ამბობს მგონი ბოლო პერიოდში, რომ LGBT პირია. მოინათლა შემდეგ ისე LGBT რაღაც ხდება, ხო? რა მნიშვნელობა? თუმცა ასეთი ადამიანების დაცვას მოითხოვს საპატრიარქო, იმიტომ რომ პრევენციას ახდენს ერთი მხრივ, რომ ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, თუ რამე დაუშავდება, მათ არ უკვე იმიჯზე ზრუნავს, წმინდა წყლის იმიჯზე ზრუნავს. მეორე მხრივ ამან გააჩინა ეჭვი, რომ ეს პროცესი მართულია. შენ როგორ ფიქრობ? ხო, მე არ ვიცი ხა თვითონ კონკრეტულ პიროვნებაზე ალბათ ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ არც ვიცნობ ამ ადამიანს. უბრალოდ თვითონ ფაქტი ხა შენ რაც მოყევი და რასაც ვისმენ და უყურებ, რა თქმა უნდა ბადებ ძალიან გონიურულ ეჭვს და ამასთან ერთად ნათელია პრინციპში ყველაფერი. ხა საქართველოს საპატრიარქოს არასდროს არ მოუთხოვე რომელიმე გეი აქტივისტის დაცვა. იმ მარტო იმის გამო რომ თუ ვინმესგან გეი აქტივისტი დღეს საქართველოში დაცვა სჭირდება, ეს თავად საპატრიარქო არის. ამ ყველაფერს მე როგორც ამ შემთხვევაში მე იურისტი არ ვარ, მაგრამ როგორც საკმაოდ კვალიფიციური იურისტებს მოусმინე და პირადად მათთან კონსულტაციებით გავიგე, ამ ყველაფერს შეიძლება კონდეს მიზანი, რომ საბოლოოდ ჩაიწეროს არ ვიცი იურიდიულ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში და სხვაში, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და კი, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება თუ საპატრიარქო კონკრეტულ ადამიანს იყენებს ამისათვის, პრინციპში. ის რომ LGBT ორგანიზაციები დღეს საქართველოში
რა თქმა უნდა გეგმაშიც არ აქვთ მომავლისთვის რომ უახლოეს მომავლისთვის რომ ამ საკითხზე რაღაცა დაიწყონ მით უმეტეს სამართლებრივი ბრძოლა ეს ნათელია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დღეს ამ ორგანიზაციებს გაცილებით უფრო მეტი სამუშაო აქვს იმიტომ რომ პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ლაპარაკი და ამ სიტუაციაში ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი რომ ვიღაცებს ქორწინების უფლება მიეცეს მაშინ როდესაც შეიძლება თითზე ჩამოთვალო ადამიანები ვინც ღიათ აფიქსირებს თავის განსხვავებულ სექსუალურ იდენტობას ხო შესაბამისად მე მგონია რომ საპატრიარქოს მხრიდან ეს არის ნაბიჯი რომელიც არის ძალიან იყო პრინციპში ძალიან მარტივად პროგნოზირებადი და ძალიან მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ რაც უნდათ რომ გააკეთონ ამით და პრინციპში ესეც არ არის ახალი იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია გულისხმობს საპატრიარქოს გამოირჩევა მსგავსი ასე ვთქვათ მარტივი სტრატეგიით რომელსაც დიდი მსჯელობა და ფიქრი არ სჭირდება ამიტომ კი მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული იმისკენ რომ კონკრეტული ადამიანის რომელიც თავის ეძახს არც უფლება დამცველს თუ რაღაცას კონკრეტული ადამიანის და პიროვნების გამოყენებით მიაღწიონ იმ შედეგს რომ საბოლოოდ კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა თუ ერთად თანაცხოვრება რაც იქ არ წერია და ამით უბრალოდ დიდს ვერაფერს ვერ გააფუჭებენ მაგრამ გააფუჭებენ იმას რომ შემდეგ LGBT თემს და ორგანიზაციებს მოუწევთ ძალიან სერიოზული მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილების გამოწვევა საკონსტიტუციო ცვლილებამ გამოიწვიონ საბოლოოდ და ამ საკითხიდან უკვე უნდა გადავიდეთ ასე ვთქვათ შენახსენე რომ საპატრიარქოს ეს სურს მაგრამ შსს ეთანხმება ხო შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ამაზე რა სიტყვი და ქორწინების თემა რომ ამოვწუროთ ხო ჩემთვის ცოტა გაუგებარი რამ არის რატომ აღელვებს საპატრიარქოს LGBT ქორწინება იმიტომ რომ იმ დოკუმენტს რომელსაც სახელმწიფო გასცემს არც ჰეტეროსექსუალების შემთხვევაში არ აღიარებს ისინი ამბობენ რომ სანამ ჯვარს არ დაიწერ იქ შენ არც ზოლი ხარ და არც ქმარი ხო ანუ მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს საბჭოთა დროს ხელი აქვს მოწერილი, მაგრამ ჯვარი არ აქვს დაწერილი და ისინი მათ მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ეგრეთ წოდებულ სიძვაში, ხო? ბრუშობაშიც არა, იმიტომ რომ ბრუშობა კიდევ ღალატია, ნუ აი ეს რატომ აღელვებთ? ძალიან უცნაურია, ხო? ერთი მხრივ ამბობენ რომ ეგ დოკუმენტი ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს, თქვენ ხელი გაქვთ მოწერილი თუ რამდენიმე ხანჯალში გაიარეთ თუ რაღაც კორიდორში, ეგ ჩვენ არ გვაღელვებს, სანამ ჯვარს არ დაიწერთ. მეორე მხრივ ქორწინების თანასწორობისთვის ბრძოლა არ გულისხმობს იმას, რომ ეკლესია აიძულონ ჯვარი დაწეროს მამაკაცებს, არა? ძალიან უცნაურია, ხო? ანუ ეს სპეკულაციაც არის, ამის განმარტება მინდა კარგად, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ თუ ასე ვთქვათ ორ ქალს, ან ორ მამაკაცს შორის ქორწინება იქნება დაშვებული, ეკლესიას აიძულებენ, რომ ჯვარი დაწეროს მათ. ძალიან უცნაურია, მაგრამ ასე ფიქრობს ძალიან ბევრი. ხო, მე მგონია უბრალოდ ძალაუფლების ამბავია, იმიტომ რომ მე ალბათ საქართველოს საპატრიარქო დაკმაყოფილდება მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია, საბერძნეთის კონსტიტუციის მსგავსად დაიწყება სიტყვებით სახელითა მამისათა ძისა და არა, ამით არ ამგონია რომ ის დაკმაყოფილდეს, უფრო მეტი რამ არის. არა, ამით დაკმაყოფილდეს მე არ ვამბობ, რომ ფურცელზე დაიწეროს ეს ყველაფერი. დაკმაყოფილდება იმით, რომ მას აქვს გავლენები და ფაქტია, რომ მას აქვს ეს გავლენები საქართველოს მთავრობაზე, ხო? ეს ქონდა წინა მთავრობის დროსაც და კიდევ გაცილებით უფრო ძლიერია დღესდღეობით ეს ყველაფერი. იმიტომ რომ პრაქტიკულად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გარეშე პარლამენტში აღარ ხდება კანონპროექტების გაშენება. ეს არის, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის არატრადიციული ქორწინება სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის. ეს ჯურისტია საქართველოში შედგა. ხო, ამიტომ რაც შეეხება შსს საკითხს და ზოგადად პოლიტიკურ ამბებს ფაქტია, რომ ეკლესიას დღეს აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე და პოლიტიკურ სპექტრზე მთლიანად. ფაქტია, რომ მთავრობა მას იყენებს სპეკულაციისთვის, იმიტომ რომ ამით მას შეუძლია მოიპოვოს, რა თქმა უნდა, საარჩევნო თქმები და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ზიარების რიგში პირველი იდგა ხოლმე სამების საკათედრო ტაძარში. განივეთ შეიძლება არ გწამდეს სულის უკვდავების და პირს აღებდე და ამბობდე რომ მე ახლა ვიღებ ასე ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
გასაგებია რომ შენ ეს გჭირდება, მაგრამ ის ვინც შენ გაძლევს ამ ქრისტეს სისხლსა და ხორცს რაღაც ხო, არ არის ეს ახალი პროფანული დამოკიდებულება. ხო, არ არის ახალი, იმიტომ რომ ქრისტიანული ეკლესია არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ის უნდა იყოს კიდეც, იმიტომ რომ ამდენი ხანი არსებობს და მართავს პრაქტიკულად პოლიტიკურ პროცესებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად ყველგან, სადაც ქრისტიანული ეკლესია იყო და არის. Რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ რაღაც მომენტში ის თავის რელიგიურ და ამ რაღაც სარწმუნოებრივ პრინციპებს დებს გვერდზე და ის ერთვება პოლიტიკურ თამაში, რომელიც მთლიანად ეფუძნება ვაჭრობას ფართო გაგებით, რომ მე შენ რაღაცა მოგცემ იმის საშუალებას, რომ სპეკულირება მოახდინო წინასაარჩევნოდ, ჩემი რაღაცა ავტორიტეტით, ოღონდ შენ მე ამაში უნდა გადამიხადო, არ ვიცი დღეს 25 მილიონს უხდით თუ მეც კიდე ეკლესიას, მე უკვე მეც, ხო? ხო, ეს ფულად დახმარება ერთია, მე უძრავი ქონება და მესამეა კიდევ მოძრავი ქონება ყველაზე პოპულარული რაც. ეხა ხანს რაღაცა არ ვიცი რამდენად სანდო წყარო იყო, მაგრამ გავიგე რომ რაღაცა კალათბურთის რაღაცა სასახლე გადასცეს თუ რაღაცა მიწა გადასცეს. ხო, და ასე შემდეგ. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ საპატრიარქო მე როგორც ვიცი, დიდათ არც კომუნალური გადასახადების გადახდით იწუხებს ხოლმე თავს როგორც წესი. ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი შეთანხმება მთავრობასა და ეკლესიას შორის და რა თქმა უნდა მთავრობა თუ წავა იმაზე რომ გაწიროს თავისი მაგალითად LGBT ასე ვთქვათ მოქალაქეები სულაც არ გამიკვირდება. სწორედ ამიტომ 17 მაისს და სხვა მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ სამოქალაქო აქტივობებს და იმასაც მათ შორის რომ მე დღეს აქ შენთან ვარ მოსული, მე ვიაზრებ არა როგორც ქრისტიანულ ეკლესიასთან ბრძოლას ან რაღაცა იმის თქმას რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა არ არის, არამედ იმის მცდელობად რომ საქართველოს მთავრობას გავახსენოთ, რომ სამოქალაქო სექტორი არის ძლიერი საქართველოში და თუ საჭირო გახდება კიდევ უფრო გაძლიერდება და ის დაიცავს ყველა სხვა ასე ვთქვათ თანამოქალაქის უფლებას. შესაბამისად, ჩვენ გამუდმებით შევახსენოთ მათ ფუნქცია მოვალეობებს და ჩვენთვის სულ არ არის საინტერესო საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესდღეობით პატრიარქის მრევლი არის თუ არა, მას აქვს ნაკისრი უფლება ფუნქცია მოვალეობები, რომლებიც მან უნდა შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციით. ბოლოსკენ უნდა წავიყვანოთ გადაცემა და მე ვფიქრობ რომ რაღაც შეჯამება მაინც გჭირდება. რა შეიძლება გააკეთო? ამ კითხვას ხშირად ვსვამ ხოლმე, იმიტომ რომ მაინტერესებს ბევრი ადამიანის პასუხი, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით არ ვარ ჩამოყალიბებული. რა არის სტრატეგია, რომელიც იმ ადამიანებს შეიძლება კონდეთ, რომელთაც უნდათ რომ კონსტიტუცია აწესებდეს კანონს და არა ინდივიდი, ხო? არა მოქალაქე, ხო? ცოტაშორის გოკა გაბაშვილმა თქვა შესანიშნავი, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილი თავის გამოსვლაში დაესესხა არისტოტელეს და თქვა, რომ ქვეყანა ვერ იქნება თავისუფალი იქამდე, სანამ მას მართავს არა კანონი, არამედ ინდივიდებიო. გოკა გაბაშვილი გამოვიდა შემდეგ მას მერე და თქვა, რომ არისტოტელესა ნუ აყალბებთო, მანო მოქალაქე თქვა და არა ინდივიდიო, რაც სრული სიმართლეა. აქედან გამომდინარე ერთი მხრივ ყავს მოქალაქე, რაღაც სამოქალაქო პატრიარქი ჭარბინდობით მოსარგებლა, მეორე ბოდიშვიხ, ამ შემთხვევაში მოქალაქე იმ მოქალაქეზე ელაპარაკი. იმ ერთს და განსაკუთრებულ მოქალაქეებზე დიდი ხეები რო უყარს. და მეორე მოქალაქე, რომელსაც სხვათა შორის უყარს ასევე კაქტუსები და ასე შემდეგ, ბაღი. აი ამ ჩვენ ყავს ესეთი ორი მოცემულობა, რა შეიძლება იყოს სამოქალაქო აქტივისტების სტრატეგია? საიდან იწყება ამ სტრატეგიას და როგორ შენ თქვი რომ ძლიერია, არის კი ძლიერი? მე დავაყოლე, უნდა გაძლიერდეს. ხო. დღეს იცით რა არის საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს რაღაცა შაბლონური ყველანაირ ასმოკლებული კრიტიკა, რომ არასამთავრობო სექტორი გრანტები ჭამს და ასე შემდეგ, დღესდღეობით მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ჩვენ ამას ვცდილობთ, მაინც აუცილებელი არასამთავრობო სექტორის გაძლიერება, იმიტომ რომ მან თავის მხრივ უნდა იზრუნოს სამოქალაქო განათლებაზე. სანამ დღეს საქართველოში ჩვენ არ მივაღწევთ სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლების იმ ეტაპს და ზღვარს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიეროს, რომ მესიანიზმი არ არის გამოსავალი
და ადამიანი შეიძლება სახში ელაგოს მილიარდი, 7 მილიარდი თუ რა ვიცი რამდენი აქვს არ ვიცი ამერიკული დოლარი და იმას ჩვენ მე და შენ არ დაგვახარჯავს რომ კარგად ვიცხოვროთ და ჩვენ ხელი არ გავანძრიოთ. მანამ რეალურად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სამოქალაქო პლატფორმების სექტორის და ზოგადად ამ ცნობიერების მატარებელი ადამიანების გაძლიერებაზე. ამიტომ სტრატეგიაზე როცა ვლაპარაკობთ, მე მგონია რომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი მედია სივრცის მაქსიმალურად ათვისება, რასაც პრინციპში ღმერთმა უწყის რომ ჩვენ ვცდილობთ. მეორე ის რომ აუცილებლად აკადემიურ სივრცეებში უნდა დავიწყოთ ჩვენ მუშაობა უნივერსიტეტებში, რომ მაგალითად პირველ კურსელი სტუდენტი, რომელიც მოდის და ჯერ გათვისნობიერებული არ აქვს ის, რომ მას უკვე არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, რამხელა როლი აკისრია მას, მან ეს უნდა გააცნობიეროს, იმიტომ რომ სახელმწიფოში მისი ხმა წყვეტს ძალიან ბევრ რამეს სინამდვილეში. და საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა, ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ ყველანაირი სახის ის გამოცდილება, რაც აქვს დასავლურ ცივილიზაციას, მაშინ, როდესაც დავგეგმავთ სხვადასხვა სამოქალაქო სახის აქტივობებს, იმიტომ რომ თუ ოდესღაც შეიკრიბა 30 ადამიანი ქუჩაში ვიღაცის დასაცავად, ხვალ შეიძლება ეს 30 გახდეს 60, ზეგ 90 და საბოლოო ჯამში, არ ვიცი, სამოქალაქო აქტივისტების ხმა გაიგოს სახელმწიფო. ცირე, მაგრამ მოქნილი ჯგუფები ძალიან ხშირად ერევიან ხოლმე ტლანკ მოუქნელ, მაგრამ უმრავლესობას, არა? კი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე იმეც ვიტოვებ, რომ კვლავ იქნებით ჩვენი სტუმარი. თუ დაგრჩათ რაიმე სათქმელი, ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ და მე უნდა დავასრულო გადაცემა. სათქმელი დამჭა ერთადერთი, რომ დავესესხები ქრისტიანულ მითოს, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს საბოლოოდ. და დაგესესხები შენ, ხშირად მეუბნები ხოლმე ამ ფრაზას, რომ ეხა არის ის დრო, რომ ჩვენ ვიცოდეთ ისტორიის რომელი მხარეა ნათელი, იმიტომ რომ ბოლოს გამოჩნდებიან სწორედ ის ადამიანები, ვინც იდგებიან ისტორიის ნათელ მხარეს. დიდი მადლობა. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. მადლობთ, რომ გვიყურეთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს. იქამდე კი გთხოვთ მოიწონოს ჩვენი Facebook გვერდი.